He's already taken off Ukraine joining NATO off the table. So Ukraine is left asking this question, how are we going to know we're going to have ნატოს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება აღარ განიხილება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Bloomberg-ის ეთერში ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე მართლა მოხსნა თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების მაგიდიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მარკ რუტემ დადებითად უპასუხა. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები საბოლოოდ უნდა დარეგულირდეს, როგორც კი უკრაინაში ბრძოლები დასრულდება. ნორმალურია თუ ომი შეჩერდებოდა როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის, რომ ეტაპობრივად აღედგინა ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან. თქვა მარკ რუტემ პარასკევს Bloomberg-ის ეთერში. მარკ რუტე ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდა დონალდ ტრამპს, სადაც განიხილეს უკრაინაში ამერიკის შუამავლობით პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები. ევროპა მოლაპარაკებებს დიდწილად ჩამოშორდა, რამაც მრავალი ევროპელი ლიდერის აღშფოთება გამოიწვია.